გამარჯობა ქალწულო, როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაში ქალწულო. ჩვენ დავუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ამიტომ გთხოვ, აიღო მხოლოდ ის, რაც შენ სიტუაციასთან რეზონირებს და მიესადაგება. ის კი, რაც არ რეზონირებს, უბრალოდ გაუშვი. მე დავიწყებ შენს კითხვას ამ მშვენიერი ორაკულით. ეს არის საკმაოდ ძლიერი გზავნილი, რომლის გაზიარებაც მინდა შენთან შენი ენერგიის მეშვეობით. არ დაგავიწყდეს, რომ ასევე სასარგებლო იქნება შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშნის შემოწმება, რადგან ისინი ავსებენ გზავნილს. მაშასე, ცხოვრება გავსებს სიმრავლით. რაშთან მიჯდავია? იგი ეს სურათი თავისით მეტყველებს, არა? სიმრავლე, რომელსაც წარმოადგენს ეს პატარა ცხოველი თავისი სრული გამოვლინებით, არა? ბიზონის ტოტემის ბარათი არის კონკრეტულად ის, რაც თან გდევს ბიზონის ამ სულთან ერთად. რიცხვი არის 13 და აქ ის გველაპარაკება კულმინაციის მომენტზე ძალიან უხზე, რომელიც ასახავს შენს მხრიდან პროგრესის ამ განზრახვას, არა? ბიზონის ბარათი გვაკავშირებს იმასთან, რაც შეიძლება იყოს სამუშაოს კეთილდღეობა, ასევე გვაკავშირებს იმასთან, რაც შეიძლება იყოს ნდობა. ასევე გაგიზიარო პატივისცემისა და ღირებულების გულუხობის ენერგიიდან და სამაგიერო ცხადია ცხოვრება მოგცემს ყველაფერს, რაც გჭირდება. რა გზით? სრულიად უხად. ის, რასაც მე აქ ვგრძნობ, არის გაცემა მიღებისთვის. დიახ, ან იმის ქონა, რომ გასცე და მიიღო შესანიშნავი ჯილდო. სიმრავლე შენი ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა იმ გზით, როგორც შენ გესმის სიმრავლე, არა მხოლოდ მატერიალური. დიახ, შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სამუშაოდან, ფულიდან, ძალისხმევიდან, პასუხისმგებლობიდან, მონდომებიდან, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სხვა სახის სიმრავლეც. სიმრავლე ჯანმრთელობაში, სიმრავლე ურთიერთობებში, სიმრავლე ოჯახში, შვილებთან, ყველაფერში, რადგან ბიზონის სული ძალიან ფართოა. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა შენი მეგზურები. ეს ყოველთვის არის კითხვები კოლექტივისთვის. თუ გსურს შენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა, შეგიძლია ჩემთან პირადი კითხვა ჩაიტარო და ამას აკეთებ ვებგვერდის საშუალებით დაჯავშნით. ვიდეოში ყოველთვის ხედავ გვერდის მისამართს და ასევე გაქვს კომენტარი, რომელიც დამაგრებულია შენს ნიშანზე, რომელიც პირდაპირ გვერდზე გადაგიყვანს, ასე რომ იქ უპრობლემოდ შეხვალ. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნებიან გიდები ახლა. წონასწორობის ბარათი, რომელიც არის ზომიერების ბარათი, ეტლის ბარათი და კვერთხების რაინდის ბარათი, ან გაზაფხულის პრინცი, რომლებიც არის სამი ზღაპრული ბარათი და რომლებიც ცხადია თან ახლავს სიმრავლის ვიბრაციას. ნახოთ, სიმრავლის ბარათი, წონასწორობის, რომელიც არის ზომიერების ბარათი, მთავარი არკანი, რომელიც შეესაბამება მშვილდოსნის ნიშანს, გველაპარაკება საინტერესო რაღაცეებზე, გველაპარაკება მნიშვნელოვან კომუნიკაციაზე, გველაპარაკება განკურნებაზე კომუნიკაციის შესახებ. შენთვის უხვი იქნებოდა კომუნიკაციის ან შეხვედრის ან სამუშაო შეთანხმების ქონა, რადგან არსებობს რაღაც, რაც ბალანსდება, ან კომუნიკაცია ადამიანთან, რადგან ასევე არსებობს რაღაც, რაც ბალანსდება. შესაძლოა იყოს განსხვავება ვინმესთან ამ მომენტში, სადაც ერთი ან ორივე მხარე ფიქრობს განსხვავებულად და საჭიროებენ შეხვედრის წერტილამდე მისვლას, საჭიროებენ შეთანხმებამდე მისვლას. და იქ წონასწორობის ბარათი პოულობს იმის შესაძლებლობას, რომ საგნები შეიძლება დაბალანსდეს. და ის, რაც დღეს ბუნდოვნად იგრძნობა, რაც დღეს ცუდად, არეულად იგრძნობა, ძალიან ცოტა საათში იგრძნობა, რომ მიედინება. გათვალისწინებულია ის, რასაც ფიქრობ, გათვალისწინებენ, გაფასებენ, ფასდება შენი აზრი, ფასდება შენი გადაწყვეტილება, ფასდება შენი თვალსაზრისი, მაგრამ ასევე მეორე ადამიანისაც. თუ შენზეა დამოკიდებული უეჭველად ასე უნდა იყოს დამთმობი იმ ადამიანის მიმართ, მეუბნება, რომ ეს თვალსაზრისები ერთიანდება უკეთესი გადაწყვეტილების შესაქმნელად და რომ ეს ღირს ამ მომენტში. ღირს დრო, ფული და გრძნობები და ყველაფერი, რაც ამ სიტუაციაში ჩაიდო ქალწულისთვის. ეს არის დრო, როდესაც საგნები ლაგდება და არ გაიგო, რომ შენი სიმართლე მტკიცდება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა, უბრალოდ შეთანხმებამდე მიდიხარ. ასე რომ ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა, რომელიც მოხდება. რადგან ის მოდის თანხლებით დიახ ან დიახ შეთანხმებით, რომელიც შენს ცხოვრებაში მოაქვს იმას, რაც გავსებს. ამიტომაც საუბარია სიმრავლეზე, შენ გაქვს წინსვლის ბარათი მოძრაობა. ორივე ბარათი მიედინება. ეტლის ბარათი შეესაბამება კირჩხიბის ნიშანს. შენ აპირებ მოგზაურობას ან აპირებ გადაადგილებას რაღაცის გამო. როგორც ერთი არკანი, ისე მეორე ამაზე გველაპარაკება. აქ ეტლი მიიწევს იმ სიტუაციაზე, რომელიც
შეიძლება იყოს ის, რასაც ითვალისწინებ წინსვლისთვის, რადგან პოულობ რესურსს ამის გასაკეთებლად. იქნება ეს ის, რომ აქ რაღაც ლაგდება და ეს არის ტრიგერი იმისთვის, რომ შენ წინ წახვიდე იმისკენ, რაც არის წარმატება, იმისკენ, რაც უფრო განსაზღვრულია, ან ხედავ, რომ საბოლოო წარმატება, რომელსაც ელოდი ხდება რეალობა ერთგულების წყალობით, იმის წყალობით, რაც შეიძლება იყოს იმ ნების გათვალისწინება. ცხადია, რომ წინ წახვიდე ამას. მაშინაც კი თუ დღეს საგნები არ ჩანს ისეთი შეუფერხებელი, როგორც გეუბნები, რადგან სვლაში, თვითგანსაზღვრებით, დისციპლინით, რომელსაც შენ აჩვენებ, დარწმუნებული ვარ და ინახავ, როგორ მიედინება ყველაფერი. აქ აღინიშნება მიღწევა სიტყვით და იმზე იმის გამო შენ გახდები ამ ყველაფრის ყურადღების ცენტრში. ან იმიტომ, რომ აღწევ მნიშვნელოვან პოსტს, ან იმიტომ, რომ იღებ რაიმე სახის აღიარებას ძალისხმევის წყალობით, და ეს შეიძლება იყოს იმ ქალწულისთვის, რომელიც ვარჯიშობს, იმ ქალწულისთვის, რომელიც ემზადება რაღაცისთვის, იმ ქალწულისთვის, რომელიც არის რაღაც საკითხის უკან, რომლის მიღწევაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ასევე მოემზადე შენი დიდებისა და გამოფენის მომენტისთვის გამოფენა, რომელიც ეძიე, რადგან რაღაც მიზეზით გაითვალისწინე მომზადება ამის მოსაგებად. და თუ არა, მეტი არაფერი იღებს სადავეებს სიტუაციაში განსაზღვრულობით, დისციპლინით, ნდობით, რომ წინ წახვიდე სიტუაციის წინაშე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო შენთვის დღემდე გართულებული. ანუ პოულობ გზას. გარდა ამისა, ზომიერება ძალიან გეხმარება. თუ ეს უნდა იყოს ადამიანი, არც კი მითხრა, ეს ადამიანი ძალიან სწრაფად ამოქმედება, ძალიან სწრაფად მოგიახლოვდება. თუ შენ ხარ ის, ვინც უნდა წახვიდე ადგილზე და აქამდე ვერ პოულობდი ფორმას, გზას. ასევე თუ დაგვიანებული იყო რაიმე მოგზაურობა ან რაიმე გადაადგილება, რომელსაც კავშირი ჰქონდა სამუშაოსთან, ან იმისთვის, რომ შეხვდე ემოციური ინტერესის მქონე ადამიანს, ასევე ეს არის ტრიგერი იმისთვის, რომ მოემზადო იმ მოგზაურობისთვის და იმ შეხვედრისთვის. მაგრამ გარდა ამისა, აქ არის მეფე, კვერთხების რაინდი, რომელსაც მოაქვს კარგი ამბები და რომელსაც ასევე მოაქვს მოძრაობა. თუ შენ დააკვირდები ყველა იმ ნივთს, რომელიც გჭირდება, რომ ამ კვირაში დაიძრას, ერთხელ და სამუდამოდ დაიძრება. ეს იქნება ადრე და შემდეგ, რადგან ნამდვილად იწყებ ცხოვრებას ზეიმის, ოპტიმიზმისა და ვნების ენერგიაში. რადგან რა ხდება? ყველაფერი, რაც წარმოიქმნება, გიბიძგებს დაუყოვნებლივ მიიღო მოქმედება და შენ, როდესაც დაიწყებ იმის ჩახუტებას, რაც არის ეს მოძრაობა, უფრო და უფრო მეტად გაიტაცებს ის, რასაც ხედავ, ის, რაც წარმოდგება, თუნდაც ეს იყოს გამოწვევა, რომლის გადალახვაც შეგიძლია ძალიან დიდი წარმატებით. აქ ჩანს ქალწულო, რაც არის ადამიანი, რომელიც არის მაღალ დონეზე ჩართული შენთან და გარდა ამისა ძალიან ვნებიანი, რომელიც განსაზღვრულია მოქმედებაზე გადავიდეს, რომელიც განსაზღვრულია მოგიახლოვდეს, რომელიც განსაზღვრულია დაგელაპარაკოს, რომელიც განსაზღვრულია დაგიკომუნიკოს რაღაც. ასე რომ მოემზადე. ან შეგიძლია შენც იყო, არა? ცხადია, უეჭველად არა? რომ უნდა იპოვო გზა გასუფთავებული და იყო მშვიდად ამის გასაკეთებლად. კარგი, მოდი გამოვიღოთ მთავარი არკანები, იქ ამოტრიალდნენ და ძლიერები. 4 მთავარი არკანი. მთავარია ცვლილებები, მთავარია წინსვლები. ჩვენ არ შეგვიძლია არც სამართლიანობის და არც სიკვდილის დაკნინება, როდესაც ისინი ერთად ჩნდებიან, რადგან აქ რაღაც ლაგდება დაბალანსებული და სამართლიანი ფორმით შენთვის. რაღაც იცვლება, გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. რაც არ გემსახურებოდა მუტაციას განიცდის და რაღაც რაც გემსახურებოდა გარდაიქმნება უკეთესობისკენ. კარგი, სამართლიანობა არის ასევე წონასწორობის ბარათი. გულისხმობს იმას, რაც არის ასევე ნამდვილი კორექტირება. შენთვის სამართლიანი იყო სიმრავლე, შენთვის სამართლიანი იყო წინსვლა, შენთვის სამართლიანი იყო, რომ ეს ადამიანი გამოჩენილიყო შენს ცხოვრებაში, ან ეს ადამიანი გაგაკვირვებდა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სიურპრიზი. და შენთვის ასევე დაბალანსებული და სამართლიანია ვინმესთან საუბარი. ისე მეუბნება პროექტზე, რომელიც მაგიდაზე დევს. და შენ გამოხვალ საკმაოდ მოგებული. წარმოიდგინე, რომ თუ არის სამართლიანობა, ეს იმიტომ, რომ შენც იღებ სამართლიან გადაწყვეტილებებს შენთვის, სხვებისთვის. ამიტომაც არის მომგებიანი ყველასთვის. მე პირველმა ბარათმა გითხრა ეს. შენ გასცემ და ამავე დროს იღებ. და სამართლიანობა ამას ხედავს და იცის და გამოიყენება სამართლიანი ზომით შენს ცხოვრებაში. თითოეული და თითოეული ნივთი დაიკავებს ადგილს, რომელიც შეესაბამება მის ცხოვრებას ქალწულის ცხოვრებაში და ექნება ამის ჯილდო. წარმოიდგინე, თუ შენთვის ასევე სამართლიანობას აქვს კავშირი სამართლიან წესრიგთან, არა მხოლოდ საგნების ან ადამიანების, არამედ იურიდიული საკითხების. სიკვდილი სამართლიანობის გვერდით არის. მე რასაც ვგრძნობ აქ არის, რომ ხდება დიდი ცვლილება, რომელიც ანახლებს სიტუაციას, რომელიც უკვე ვეღარ გაგრძელდებოდა ამ გზით. უნდა შეცვლილიყო, უნდა შეეცვალა ფაზა, რათა მოეცა სასარგებლო შედეგი და ეს არის ის, რაც ხდება. სიკვდილი აღებს კარს ტრანსფორმაციული ცვლილებისკენ, აძლევს სივრცეს ახალს.
მაგრამ ასევე ხდის შესაძლებლობას, რომ იმ სამართლიანობაში ის, რაც უკვე შენს ცხოვრებაში შეასრულა ციკლი, უკვე შეასრულა პერიოდი, არა, რომელსაც უკვე მეტი არაფერი აქვს გასაკეთებელი შენს ცხოვრებაში, არც ადამიანებს და არც სიტუაციებს გააქრეს სიტყვასიტყვით მოკვდეს და შენი შეგეძლოს ცხადია გაიხსნა იმისკენ, რაც არის გაფართოების გზა. ანუ საქმე არ არის იმაში, რომ ადამიანები კვდებიან, არამედ არის სიტუაცია გასაგებია. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს სიკვდილის ბარათი, არა? ევოლუციურ და პროფესიონალურ ტაროში არ გეტყვი, რომ ვინმე მოკვდება სიკვდილის ბარათით, არამედ უბრალოდ მინდა გითხრა, რომ შენ გზას უთმობ იმას, რაც შეიძლება იყოს დიდი წმენდაც, არა? მაშ ასე, სიკვდილის ბარათი გველაპარაკება ამაზე. ყველა ის ფორმა, ხერხი, სიტუაციები ან ადამიანები, რომლებიც უკვე აღარ რეზონირებენ ამ ყველაფერთან მთელ ამ სიმრავლით, მთელ ამ ლიდერობით, ამ გაძლიერებით წყვეტენ არსებობას. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება. და ამიტომ ეს არის კარგი მომენტი, რომელსაც ქალწული პოულობს იმისთვის, რომ გარდაიქმნას ის, რაც მას არ მოსწონს. წარმოიდგინე, რომ აქ ასევე არის ამბავი, რომელიც მოდის იმ მოწვევასთან ერთად, რომელიც ძალიან მოტივირებულს ხდის და იწვევს ცვლილებებს შენ ცხოვრებაში. რომელიც ცვლის იმასაც კი, რაც შეიძლება იყოს ის ფორმა, რომელთაც შენ ურთიერთობდი ადამიანთან, ან იმ გზას, რომელსაც მუშაობდი. ცვლილება ისეთივე რადიკალურია, როგორც საჭირო, სწორედ ის გაკავშირებს უნებასთან იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ. ასე რომ წარმოიდგინე, რომ ეს შეიძლება იყოს ასევე საუბარი, სადაც ქალწული პოულობს გზას, მოითხოვოს სამუშაოს, ადგილის ან განყოფილების რადიკალური ცვლილება. მე ხედავ შენ მოგზაურობისას, ხედავ გადაადგილებისას, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ამასთან. ასევე შენი დამოკიდებულების ცვლილება შენს მიმართ, რაც შეეხება იმას, თუ როგორ მართავ შენ სამუშაოს. ყველაფერი უკავშირდება სიმრავლეს, ამიტომ იცვლება შენი შემოსავალიც, რადგან იცვლება შენი ეკონომიკა. და გარდა ამისა, შენ ხვდები თუ როგორ უნდა გარდაქმნა, როგორ გახადო შესაძლებელი ეს ცვლილება, რათა გარდაიქმნას ეკონომიკა. იგივეა თუ ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობაზე, გარდაიქმნება ყველაფერი ის, რაც არ მოგწონს, რაც არ გახარებს, ან რაზეც უკვე ხვდები, რომ არ ღირს მისი ამგვარად გაგრძელება, რადგან ის არ მუშაობს. რადგან არსებობს წინადადება, ეს უკვე გითხარი კვერთხების რაინთან ერთად, მაგრამ აქ გიდასტურდება ის, რაც არის მოულოდნელი სიახლე იმ მოწვევით, რომელიც მოდის ამ ადამიანისგან. ჩანს, რომ ადამიანმა შესაძლოა სიმწიფეს მიაღწია, ჩანს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვა განზრახვა, შეიძლება, მაგრამ როგორც გეუბნები, შეიძლება იყოს ვიღაც სრულიად ახალი, ვინც გაგაკვირვებს. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნებიან ქალღმერთები. წარმოიდგინე, რომ თუ ეს არის სამართლიანობის საკითხი იურიდიულ დონეზე, აქ შენ გაძლევენ რაღაც მნიშვნელოვანს, ძალიან მნიშვნელოვანს და ძალიან დამსახურებულს. ამიტომ არის იმდენი სიმრავლე შენს გარშემო. კარგი, ეს ასევე დაკავშირებულია სამართლიანობასთან, რაშთან ბეჭდავია და სიმრავლით. გეუბნება ჰათორი, რომელიც არის მიმღებლობის ქალღმერთი. გეუბნებიან, რომ გაიხსნა მისაღებად. ეს ზრდის ბევრ რამეს, შენს ცხოვრებას, შენს ენერგიას, შენს უნარებს, შენს ინტუიციას და ასევე სხვებისას. და შენს უნარს გასცე სხვებს. ასე რომ მოემზადე, რადგან ეს მოდის და მოდის სწრაფად.